საუბარი მინდა დავიწყოთ იმით, მე შესავალ ტექსტშიც ვახსენე, რომ სამწუხაროდ მართლა ტრაგედიების ქვეყანად გადავიქეცით და განსაკუთრებით ბავშვების სიკვდილიანობის გამო. ვიცით, რომ ტრაგედიები ხდება სამწუხაროდ, ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობენ ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები, ხო? თუნდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით. ჩვენ გვახსენდებათ, თქვენ გახსენდებათ რომელიმე შემთხვევა, როდესაც ერთმა ჩინოვნიკმა მაინც აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა აი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, რაც ახლა ოცნების ქალაქში მოხდა? მოგესალმებით პირველ რიგში. მე მინდა აღნიშნო ხაზგასმით, რომ პასუხისმგებლობის პრობლემა რომ აქვს სასახად, პასუხისმგებლობის დანახვის პრობლემა რომ აქვს ქართულ ოცნებას, ეს არაერთ შემთხვევაში გამოჩენილა, არაერთ სხვა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ეს ძალიან კაფლად გამოჩნდა მაშინვე, როგორც კი ჟურნალისტებმა დავიწყეთ კითხვების დასმა. დაიხარჯა 209,000 ლარი, იგივე კაფსულის ჩაგდების ამ ღონისძიების ესწრებოდა ქართული ოცნების პრემიერი, აირეკლი კომპარტია, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორმი პერიოდზე. და ასევე ამ ღონისძიების მომამზადეს ეს ტერიტორია ქართული ოცნების დასახლებაში, ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც დაიწყებული იყო ახალი კორპუსების მშენებლობა და სწორედ ამ ტერიტორიაზე არსებით წყილში აღმოჩნდნენ ეს ბავშვები. ეს ტერიტორია არ იყო დაცული, ეს ძალიან მარტივად ჩანს, ამას არანაირი გამოძიების და ყოველგვარი რაღაც დასკვნების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ უსაფრთხოების არანაირი ზომა გატარებული არ იყო. და პასუხისმგებლობას რომ ვერ ხედავს ქართული ოცნება, მათ შორის აქვს ამ მძიმე ტრაგიკულ შემთხვევაში, ეს ჩანს იმითაც, რომ როგორც კი მივედით ჩვენი შემთხვევის აღწერას ჟურნალისტები, ამ ძალიან დიდი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დავსვით შეკითხვები, რატომ არ იყო მინიმუმ ბობე გაკეთებული, ამ შემთხვევის სხვა ზომები გატარებული, რომ იქ არ აღმოჩენილი იყო უცხო პირი, მით უმეტეს ბავშვი ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ორგანიზებულად ქართულმა ოცნებამ ამ პარტიამ თავისი აქტივი, თავისი ეგრეთებული პუშკები მოგვისია ჟურნალისტებს, რომ გამოვეძებინეთ ამ ტერიტორიაზე. ეს მოახერხეს კიდევაც. ჩვენ ავარიდებთ თავი ამ ფიზიკურ დაპირისპირებას, მე ხელიც კი ამიკრეს მახსოვს ოცნების დასახლებაში, ამ ცხოვრება მოქალაქე იყო სავარაუდოდ ის მოქალაქის ხელი დამარტყა, შეიძლება ითქვას. სადა რომ ჩემი ხელი შტატივი გაიგებინებინა ხელიდან. ამას ცდილობდა ის, რომ დამიჭირა ლაივი და შემეწმიტა პირდაპირ მაუწყებლობა თმანეთის ვიცი, რომ ძალიან აქტიურად ხართ ჩართული მათ შორის აი ამ ადამიანების, ამ ოცნების ქალაქში მცხოვრები, აი უკიდურეს გაჭირებაში მცხოვრები ადამიანების პრობლემების გაშუქებაში არაერთხელ გაგიშუქებიათ მათი პრობლემები და ვიცი, რომ აი იცნობთ ხო კიდევაც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს. ვინ იყვნენ აი ეს ჯგუფი, ვინც თქვენ აი ასე დაგიპირისპირდათ და ასეთი აგრესია გამოხატეს? იცით, იცნობთ ამ ხალხს? უშუალოდ ის ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, ხელი მკრა და სადა რომ შტატები გაიგდებინებინა ჩემი ხელიდან, ამ ადამიანებს ვიცნობ, მაგრამ იქ ბევრი ვინცანი, ვინც გამოხატავდა აგრესიას, ისინი იყვნენ მათ შორის ქართული ოცნების აგიტატორები ან კოორდინატორები, მინახავს ეს ადამიანები ბოლო არჩევნებზე, მაგალითად 2020 არჩევნებზე, როცა კონკრეტულ ადამიანებს ამ დასახლებაში მისცეს კორპუსში ბინები და წინასაარჩევნოდ მიხავდათ იუსტიციის სახლებში, რომ მათთვის გადაეცათ ეს ბინები და ამ დროს ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ ჩართული იყო უშუალოდ ქართული ოცნება, ქართული ოცნების კოორდინატორები და პერსონალურ მონაცემებს, ვთქვათ, რეზის ამონაწერებს ან ამ პირების შესახებ მონაცემებს იტოვებდნენ კოორდინატორები. ეს არც კი დაუმალავს, მაშინ კოორდინატორებს ბათუმელები, როცა მათთან მივიდოდათ და ჩვენ მქონდა ვიდეო ფიქსებულებები, ვიდეო ჩანაწერები ან კონკრეტული შემთხვევების შესახებ. და ეს კონკრეტული კოორდინატორები, რომლებიც ცხოვრობენ ასევე ამ ოცნების დასახლებაში და იქვეთან არიან ქართული ოცნების პროპაგანდიდან აგიტაციით დაკავებულები, გამოჩნდნენ ამ შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ როცა მივედით ამ შემთხვევის ადგილზე, შეიკრიბნენ მოქალაქეები და მათ ქონდათ ძალიან სწორი, ზუსტი აქცენტები პასუხისმგებლობაზე, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და თქვენს რომ აი როცა კაფსულა ჩააგდეს და გაიხსნას მშენებლობა, ჩვენ არ გვინდა ასეთი მშენებლობა, თუკი არ იქნება დასული ბავშვების სიცოცხლე. რატომ არ შეიძლება გაკეთებული იყო ხობეს და მე ვსვამდნენ ამ შეკითხვებს, სულად ლეგიტიმურ და გასაგებ სამართლიან შეკითხვებს და ძალიან ადეკვატური იყო მათი შეფასებები და რეაქცია იმ ყველაფერზე, რაც ხდება მათ შორის ოცნების დასახლებაში.
და როგორც კი გამოჩნდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ქავთგიძე, ასევე არალეგიტიმური აჭარის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ჯავახ ფუტკარაძე, აქვე გამოჩნდა უკვე სწორედ ამ დასახლებაში მცხოვრები ოცნების კოორდინატორები, ანუ ოცნებასთან დაკავშირებული სხვა პირები, ასევე ოცნების პარტიული აქტივისტები, სოციალისტები და ბათუმის მერიის თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზებლად უკვე დაკავდნენ იმით, რომ ეთქვა კონკრეტულ პირებს ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, რომ ჩვენ გავცვლოთ ამ ტერიტორიას, რომ ჩვენი იქ იყო მართვის მიუღებელი. ესენი გამოხატავენ აგრესიას, სიტყვა შეურაცხყოფას და როგორც ჩანდა ეს კადრებში პირდაპირ ეთერებში, ისინი მზადობენ ფიზიკური აგრესორებისთვის, ხო? იყო კიდევაც ფიზიკური ხელშეშლის. კი ბატონო, ჯაბა, ერთია ეს პოლიტიკური აფილაცია, ვთქვათ, ქართული ოცნების მიერ მათთან კავშირში მყოფი ან მათ მიერ დაგეშილი ადამიანები, მაგრამ მეორეა, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და ალბათ ამაზეც უნდა ვისაუბროთ, უბრალოდ აი ამ სოციალური გაჭირვების გამო დაშინებული ადამიანები, ხო? იმიტომ რომ მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ კი ისინი ხმას ამოიღებენ და განსაკუთრებით ხმას ამოიღებენ, რა საკვირველია ქართული ოცნების წინააღმდეგ, უბრალოდ ვეღარაფერს ვეღარ მიიღებენ. მათ შორის ვერ მიიღებენ იმ ბინებს, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით და ერთხელ მაინც ვინც არის აი ამ ოცნების ქალაქში ნამყოფი, არ ვიცი, არასოდეს არ დაავიწყდება ალბათ მართლა როგორ ცხოვრობენ, ხო, იქ ადამიანები. კი, ძალიან ძიმე პირობებში, მათ შორის ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში. კი, ძალიან მეწლების წინ ვარ ნამყოფი და ვიცი რომ უფრო გაუარესდა კიდე მდგომარეობა გაუმჯობესებით არაფერი გაუმჯობესებულა. აი ეს რამდენად მუშაობს ჯაბა, აი ეს დაშინების მომენტი და აი სწორედ აი ამ სოციალურ სიდუხჭირეზე ასეთი აქცენტირება და ასეთი კიდე უფრო წიხლის დაჭერა შეგვიძლია ალბათ ხო ასე დავარქვათ. ეს პრობლემა პრინციპში უკვე აღარ არის ახალი ჩემთვის როგორც ერთი ჟურნალისტისთვის, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანია ვაშუქებ ოცნების ქალაქის პრობლემას, მას შემდეგ რაც გაჩნდა ეს ქალაქი ბათუმში, ჩვენ და არაერთი სხვა ჟურნალისტი ასევე აშუქებდა ამ პრობლემას, ჩვენ ძალიან ბევრჯერ მიგვიცია ამ ადამიანებისთვის საშუალება, რომ მიეწმინათ ხმა მთელი ქვეყნისთვის მათი პრობლემების შესახებ და ჩვენ ესწრებენ ვხედავთ როგორც პარტნიორებს, რომ გაგვეშუქებინა მათი პრობლემები. თუმცა ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა, მე ვიტყოდი, ჯერ კიდევ 2022 წელს. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა ბათუმში ხელახლა არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო. მაშინ არჩევნები ფაქტობრივად მოიგო ოპოზიციამ ჯამურად ბათუმში და თქვენ თუ გახსოვთ, არ ვიცი, ნუგზარ თუტკარაძის შემთხვევა, როცა დაიწყო ბათუმის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, დღემდე არ გამოუძიებია ეს შემთხვევა, პროკურატურას როგორც ძალიან ბევრი სხვა შემთხვევა უდებს თაროზე და ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ეს კაცი, თქვენ იცით, რომ მის მოსკიდვას ცდილობდა სავარაუდოდ ქართული ოცნება ამის შესახებ აუდიო ჩანაწერებიც გავრცელდა მაშინ, მაგრამ ეს არ გამოუძიებია და მას თხოვდნენ რომ ყოფილიყო ნეიტრალური ბათუმის საკრებულოში, ნეიტრალობას თხოვდნენ, ეგრეთ წოდებული ნეიტრალობა, რაც იმოცემულობისთვის ნიშნავდა იმას, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიღებით ხდებოდა ქართული ოცნება ბათუმის საკრებულოში. მაგრამ ნუგზარ თუტკარაძე გარდაიცვალა და გახდა ხელახლა არჩევნების ჩატარება კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩეული იყო ნუგზარ თუტკარაძე, რომ ამ ოლქს დაემთხვა ოცნების დასახლება. ოცნების დასახლება აღმოჩნდა სწორედ ამ მაჟორიტარულ ოლქში. სწორედ მაშინ გამოჩნდა ქართული ოცნები, ოცნებამ როგორ აამუშავა კონკრეტული სქემა. ამ ადამიანები ასეულობით ადამიანები ცხოვრობდა ოცნების დასახლებაში და არც კი აქცევდა ყურადღებას მას ქართული ოცნება, არნაირი შეთავაზება მათ არ იყო, არც არათუშება კორპუსის საშენებას არ იყო ლაპარაკი, არამედ სხვა საჭიროებების გათვალისწინება, ჩართვა რაღაც პროგრამებში არაფერი არ ხდებოდა, უგულებელყოფდა ამას პირად ქართული ოცნება. უცებ აღმოჩნდა ეს ინტერესი, გამოჩნდა ქართული ოცნების ინტერესი, ეს ასეულობით ადამიანი დაარეგისტრირეს ამ მისამართზე, სადაც ისინი ახლა ფაქტობრივად ცხოვრობენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეგისტრირებული მისამართი და მიეცათ საშუალება, რომ მიეცათ ხმა არჩევნებზე. და ჩვენ ნახეთ უკვე იქვე მდებარეს არჩევნო უბნებზე, სადაც ხმას აძლევდნენ სწორედ ამ ოცნების დასახლებაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მანამდე არ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებზე, დადგა უშველებელად დიდი რიგები, რომ ყველას უნდა მიეცა ხმა არჩევნებზე. და მაშინ უკვე გამოჩენა იგივე ოცნების დასახლებაში და ასევე საარჩევნო უბანზე უკვე მოყვა აგრესია, იმიტომ რომ უკვე გამოჩნდა ადამიანების ცოცხლები, რომ აი რატომ გვიღებთ რა შეკითხვებს გვისვამთ, რა გინდათ ჩვენგან. უკვე გამოჩნდა ის უკვე ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ამბობდა კიდევაც იმას, რომ ჩვენ ახლა მივიღოთ ბინა, ჩვენ დაგვიდნენ ბინების აშენებას ამ დასახლებაში და ამიტომაც ჩვენი პრობლემა უკვე მოგვარებულია. შეიძლება ჩვენ აღარ გვჭირდება ეხლა ფიცია. და 2024 წლის არჩევნების წინაც ჩვენ ვსვამით ამ აქცენტებს, რომ საქმე გქონდა
ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენასთან, მაშინ როცა იმ ადამიანებს ეს გადასცეს ეს ბინები რაღაც ნაწილს, მათ ნაწილს მის პარაგებში ცხოვრობდა, დაუშენეს корпуსი რაღაც კონკრეტულ ნაწილს. ის ადამიანები სწორედ მაშინ წაიყვანეს იუსტიციის სახლში, წინასაარჩევნო პერიოდში წაიყვანეს იუსტიციის სახლში ამ ბინების გასაფორმებლად. და წაიყვანან ქართული ოცნების კოორდინატორებმა სწორედ. ამაზე ამ პერიოდიდან უკვე ჟურნალისტები და კრიტიკული მედია აღარ ჩანდა უკვე რომ აღარ იყო მათთვის პარტნიორი ამ ადამიანებისთვის. შეიძლება არ იყოს ასეთი აგრესია და რაღაც ფიზიკური ანგარიშორების მცდელობა, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ ვიყავით სასურველი ადამიანები მათთვის ეს უკვე გამოჩნდა ერთ შემთხვევაში. და ეხლა უკვე რაც იყო ეს კიდევ უფრო შემზარავი იყო. დავიდნენ იმ გვარქმედებაზე, სადაც იყო დასამალი რაღაც, მაშინვე შეწყვიტეს თქვენთან კომუნიკაცია, მაგრამ ჯაბა ახლა ჩვენ ლაპარაკი გვაქვს აი მართლა უმძიმეს ტრაგედიაზე. ორი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა აი ამ უყურადღებობას, დაუდევრობას თუ აი რაღაცა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას ძალიან ელემენტარული. ხო, აი ამის გამო მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. აი ახლა როგორ შეიძლება რომ გაჩუმდნენ ადამიანები და ახლა როგორ შეიძლება რომ თუნდაც იმის გამო რომ ვიღაც გაშინებს იყოს ეს ხელისუფლება, ქართული ოცნება და გავლენიანი ადამიანი, აი ამის გამო გაჩუმდე ამ ტრაგედიაზე და ხმა არ მოიღო და არ თქვა რა მოხდა რეალურად. არის ეს შესაძლებელი, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა არ არის შესაძლებელი, არის დაუშვებელი, როცა განსაკუთრებით ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ხო, ეს აზერბაიჯანის ტრაგედია, რაც ნახეთ ყველა. და ამ დროს ადამიანები ამბობენ იმას, რომ ხო, ჩვენ ახლა არ უნდა ვთქვათ არაფერი, არ უნდა დავსვათ შეკითხვები, მათ შორის ჩვენივე ფულია, მოქალაქეების ფული 209,000 ლარი დაიხარჯა რაში? დაიხარჯა მარტო იმაში, რომ კაფსულა ჩაეგდო ირაკლი კობახიძეს, ოცნების პრემიერს და არალეგიტიმური აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ისიც კი არ მოხდა, ისიც კი არ გააკეთეს, რომ უსაფრთხოების ელემენტარული ზომა პირველი საფეხური რასაც არ ჭირდება ტექნიკური უსაფრთხოების ცოდნა და გამოძიება, ხო, რომ იქ სადაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, მართალია მოსამზადებელი სამუშაოები იყო ეს, ჩავხუტკარაძე მესე განაცხადა ჩვენს პირდაპირ ეთერში, ეს არის არალეგიტიმური აჭარის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოებიც რომ ყოფილიყო, იქ უკვე მუშაობდა მძიმე ტექნიკა, მოქალაქეებმა პირდაპირ დაუსრულა შეკითხვები ჩავხუტკარაძეს, რომ თუ ეს არ უკავშირდება მშენებლობას, მაშინ რატომ დააშალეთ იქ ბარაკები იყო იქ იმ ადგილას, სადაც ეხლა ბავშვები აღმოჩნდნენ ორმოში, ხო? რატომ ძიმე ტექნიკა და ტრაქტორები რატომ იყო იმ ადგილას და თუ მუშაობდეს ძიმე ტექნიკა რატომ არ იყო შემოსაზღვრული ეს ტერიტორია ყოფით რომ არ აღმოჩენილიყვნენ იქ გარეშე პირები მithumedes ბავშვები ასე რომ მაგ ძალიან ცივ სახად ჩანს პასუხისმგებლობის საკითხი